მოგესალმებით ყველა სტუდიაში, მივესალმებით ჩვენს მაყურებელს, გილოცავთ დამდეგ შობა ახალ წელს, ვიმყოფებით ტრადიციულად გუდვილის ვაკის ფილიალში და დღეს გამორჩეულ სადღესასწაულო კერძს მოვამზადებთ დავით პოღოსიანთან ერთად. დავით, მადლობა. მე უკვე მოვიმარაგე სოკო და ცომი. დავით, სუკი არის აუცილებელი ველინგტონის შემთხვევაში. კი, ველინგტონის შემთხვევაში სუკი აუცილებელია, რადგან სუკი თვითონ როგორც ხორცი ცხიმს თითქმის არ შეიცავს. შესაბამისად, შემდგომ ცომში გადახვევის შედეგად და გამოცხობის შედეგად ის ცხიმი აღარ გადნება, სისველი იმდენი აღარ ექნება, ცომს აღარ დაასველებს შიგნიდან. კი ბატონო, ძალიან საინტერესო. დიდი მადლობა. შეიძლება აქ მოვათავსოთ და გადავინაცვლოთ უკვე ჩვენს სამზარეულოში. დავით, დიდი მადლობა რომ კვლავ ვსტუმრობ და დღეს ვამზადებთ ესეთ შეიძლება ითქვას სუფრის მეფეს დღესასწაულების პერიოდში ხორცი ველინგტონი. პირველ რიგში ხორცს უნდა გაუკეთდეს გარცმა შეწვის დროს ყველა მხრიდან აბსოლუტურად რომ ის წვენი ისინი არ დაკარგოს. გაუმაგროთ ესე ვთქვათ, ხო? შემდგომი ეტაპი იქნება ამ ხორცის გადახვევა პროშუტოში, მოწალული სპანახის ფოთლებში ჩვეულებრივად, შემდგომ ცომში და გამოცხობა ღუმელში. კარგი. გამოცხობის დროს უნდა გვახსოვდეს, რომ ველინგტონი კლასიკურად კეთდება მედიუმის დონეზე, ანუ უნდა იყოს შიგნით ვარდისფერი, კი ბატონო. რაც შეიძლება მაღალ ცეცხლზე უნდა მზადდებოდეს ხორცი, რომ რაც შეიძლება სწრაფად მივიღოთ აი ეს გარცმა, კანი, ქერქი, კი ბატონო. რაც შეეხება სოკოს, აქვე დავამატებთ, რომ სოკო უნდა მოვშუშოთ მაღალ ტემპერატურაზე ესეც, მაგრამ თუ ზედმეტად სითხე გამოუშვა, სანამ სითხე სრულად არ ამოშრება, მანამდე უნდა ვშუშოთ ყველა ეტაპი და ყველა საფეხური ამ კერძში უნდა იყოს, ესე ვთქვათ, კარგად გამომშრალი, რათა ზედმეტი სითხე არ დაგვრჩეს შემდეგ ამ ცომში შეხვეული. ზოგადად ნებისმიერი სტეიქს ვამზადებთ, ამ ხორცს ვამზადებთ, შეწვის მერე, სანამ მეორე ეტაპზე გადავალთ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ხორცი დავასვენოთ, რადგან ზედმეტი სითხე, ლიმფა, რასაც ეძახიან, აი ის გამოვიდეს და ჩვენი ხორცი გახდეს უფრო დასვენებული და მომზადებული. ასევე სოკოს შემთხვევაში ჩვენ შეგვიძლია რომ უბრალოდ რაც შეიძლება წვრილად გვჭირდება მისი დამუშავება და მე პირადად ჩოპერიც გამომიყენებია და საკმაოდ მშვენივრად შეგვიძლია რომ დავაჩოპეროთ. მეგონა რომ ველინგტონის მომზადება არის საკმაოდ რთული და ასეც ჩანს პირველი შეხედვით. მაგრამ მაყურებელს მინდა ვუთხრა რომ ნუ შეგეშინდებათ, საკმაოდ მარტივია მისი მომზადება, უბრალოდ არის ბევრი ეტაპი, ცოტა დროში არის ხანგრძლივი ეს ეტაპები და ცოტა დროში არის გაწელილი, მაგრამ თუ ფეხდაფეხ ამ ყველაფერს დავიცავთ, საღამოს დღის ბოლოს გვექნება იდეალური კერძი, რომელიც ვფიქრობ, რომ ერთხელ თუ ისწავლეთ და თუ დაიწყებთ მის მომზადებას, თქვენი სტუმრები იქნებიან აღფრთოვანებულები და ყოველთვის მას შემდეგ უკვე თქვენც მოგინდებათ რომ მოამზადოთ. ამიტომ გირჩევთ რომ სცადოთ, დავიწყოთ სოკოს მოშუშვათ და ვაჩვენოთ მაყურებელს უკვე შემდეგი საფეხური. დღეს საკმაოდ ბევრი დაგჭირდება ასეთი პარკი სამზარეულოში, რადგანაც რამდენჯერმე უნდა შევახვიოთ და ესე ვთქვათ ფიქსაციისთვის მე მაცივარშიც გავუშვათ. რაც შეიძლება მჭიდროთ, უნდა შევახვიოთ, ესე თუ ეგრეთ წოდებული ძეხვი უნდა გავაკეთოთ. მას შემდეგ რაც ჩვენი ხორცი კარგად გაგრილდა, ასევე გაგრილდა ჩვენი მოშუშული სოკო, უკვე გადავდივართ ესეთ მნიშვნელოვან ეტაპზე. გავაბრტყელეთ ფენოვანი ცომი. უცმევენ ხორცს ზოგადად დიჟონის მდოქს, მაგრამ ამ შემთხვევაში მე ვიყენებ მოწალული სპანახის ფოთლებს და შესაბამისად დიჟონის მდოგვი გადაფარავს ამის არომას. გვჭირდება პროშუტო და ჩვენ ვიყენებთ ფერარინის პროშუტოს, რომელიც გახლავთ იტალიური ბრენდი და წარმოდგენილი არის გუდვილში მრავალფეროვანი ასორტიმენტით, როგორც ხორცს პროდუქტების, ასევე რძის ნაწარმით. თუ შეიძლება მაყურებელს მინდა ვაჩვენო ხორცი, არ დავშლი, აი ესე გამოიყურება, უკვე დაფიქსირებულია, ფორმა შენარჩუნებულია, გარედან შემწვარია და იქნება იდეალურად ესეთი საშუალოდ შემწვარი. რაც შეეხება ცომს, ჩვენ დაგვჭირდება ცომის ორი ვერსია, ერთი ჩვეულებრივად ბრტყელი ცომი, რომელშიც შევახვევთ პირველ რიგში ეს რულეტივით ჩვენს ცომს და მეორე უფრო ბადე, პატარა ესეთი
მარტივად დანით გავაკეთე და არ ვიცი გამოდგება თუ არა. ახლა საჭრელი არ გვაქვს და შემდეგ ამას ზემოდან გადავაკრავთ და ორივე ფენას გადაусვევთ კვერცხის გულს. იმ ეტაპს ვუახლოვდებით, როდესაც ველინგტონი გაემგზავრება ღუმელში დაახლოებით 30-დან 35 წუთამდე მე ვფიქრობ, რომ საკმარისი იქნება ამ ზომის ველინგტონისთვის და პატარა შესვენებაც დაგჭირდება და დაგიბრუნდით, როგორც იცით, ჩემთან ერთად დღეს სამზარეულოში არის დავით პოღოსიანი, გუდვილის წარმოების შეფმზარეული. ვიმყოფებით გუდვილის ვაკის ფილიალში და ვამზადებთ სადღესასწაულო გამორჩეულ კერძს ველინგტონს, რომელიც უკვე თითქმის მზად არის იმისთვის, რომ გამოვიტანოთ ღუმელიდან და გავჭრათ და ჩავიჭყიდოთ და მანამდე მოდი დავით კიდევ ერთხელ მაყურებელს მოვუყვეთ რა ეტაპები გავიარეთ აქამდე. ველინგტონისთვის აუცილებლად გვჭირდება საკონლის სუკი, რადგან სუკი არ შეიცავს ცხიმს და უცხიმო ნაჭერი, კი ბატონო. და საკმაოდ რბილია იმისთვის, რომ სიტყვაზე 25 წუთი, 30 წუთი ღუმელში მისთვის საკმარისია, რომ შეინარჩუნოს სირბილი. გარდა ამისა, ველინგტონისთვის აუცილებლად გვჭირდება სოკო, წვრილად დაკეპილი ან დაქუცმაცებული ჩოპერში ან ბლენდერში, რომლის დაშრობაც მე ხდება მშრალ ტაფაზე, იმისთვის რომ მაქსიმალურად ამოვიღოთ მაქედან წყალი. რა თქმა უნდა, იქ-მაზება მარილი და პილპილი. გარდა ამისა დაგჭირდება პროშუტო, ან შეგვიძლია გამოვიყენოთ ჰამონიც, მაგრამ პროშუტო უფრო ისეთი ნაზი და არომატული გემოაქვს ვიდრე ჰამონს. გარდა ამისა, ჩვენ დღეს გამოვიყენეთ ისპანახი, ეტაპობრივად ხდება ველინგტონის აწყობა, პირველ რიგში იწვება საკონლის სუკი ტაფაზე აბსოლუტურად ყველა მხრიდან, რომ გაუკეთეს ეს კანი, ქერქი, რომელიც შეინარჩუნებს აი ამ არომატს, წვენს და გემოს. და შემდგომ უკვე გაციება აუცილებელია ხორცისთვის, დაყოვნება ძალიან მნიშვნელოვანია. ვაფიქსირებთ პარკში, ზეხვის ფორმას და მე ვინახავთ მაცივარში. 1 საათი როგორც წესი საკმარისია, მაგრამ თუ მოამზადებთ საღამოთი, დილისკენ იქნება მთლად იდეალური და უფრო მარტივი სამუშაო. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ფენებს შორის არ რჩებოდეს ჰაერი. მაქსიმალურად შევეცადოთ ხელით, ისე დავჭიმოთ, რომ ჰაერი არ დაგვრჩენს, რადგან შემდგომ შეიძლება გასკდეს თვითონ ცომის რულეტი. და ვაწყობთ 180 გრადუსზე 25-30 წუთის განმავლობაში გააჩნია რამხელა ზომის ნაჭერი. მაშინ თქვენ ისნებარჩვით მე გავიმგზავრები და წამოვიღებ ჩვენს ულამაზეს ველინგტონს. ვაუ! ძალიან ლამაზია. და ერთი ეტაპი მინდოდა მაყურებლისთვის მე თქვა ზემოდან მარილი მოვაყარეთ ცომს უკვე შეხო. ესეც მნიშვნელოვანია, ანუ ცომში კი არსებობს რაღაც დოზირებით მარილი, მაგრამ მიუხედავად ამისა, ცომი საკმაოდ უმარილოა ამ შემთხვევაში. ზემოდან ვაყრით ცოტა მარილს, რომ ცომსაც გამოვკვეთოთ გემო. ულამაზესია, ვფიქრობ, რომ ნებისმიერ სადღესასწაულო სუფრას ძალიან დაამშვენებს. აქ ირგვლივ უკვე გარნირი, შეგიძლიათ თქვენ თვითონ მოიფიქროთ, შეგვიძლია ისპანახის პიურე იყოს თუ ნიახურის თუ კარტოფილის და ასე შემდეგ, მაგრამ მე მომწონს, როდესაც რაღაც სიწითლე შემოდის ხოლმე ყველაფერში და ზემოდან ნებისმიერი კენკრით, აი ამ შემთხვევაში შეიძლება კოწახურიც იყოს, ხო, შეგვიძლია კოწახურის ტოტი დავადოთ, ან სხვადასხვა კენკრა, მოკლედ, რომელიც არის ესეთი ლამაზი წითელი. ძალიან ლამაზია და მოდი ახლა დავიწყოთ გადმოვიტანოთ. დანებს რაც შეეხება, აქ ორივე დანას ვხედავ და პირველი დანა გვჭირდება პურის დანა, ხო, დავით? ხო, პურის დანების განსხვავდება ერთმანეთისგან, არის ზოგი ხრახნიანი, აი უჩანს გამოკვეთილია კბილები. ამ შემთხვევაში მე მაქვს მინიმალურად ისეთი კბილებიანი დანა გამოყენებული, რადგანაც არ მინდა დავაზიანო თვითონ ცომი. მაგრამ ჩვეულებრივი დანითაც შეგიძლიათ რა თქმა უნდა გაჭრათ ველინგტონი, მაგრამ ეს დანა ამ დანით უფრო გაგიადვილდებათ სწორი და ლამაზი ნაჭრის მოჭრა. აი ამ ძალიან ლამაზი კადრით მინდა მივულოცო მაყურებელს დამდეგი შობა ახალი წელი კიდევ ერთხელ. დიდი მადლობა გადავუხადო, რომ ეს პერიოდი იყავით ჩვენთან ერთად და ვაიმე რა ლამაზია, ისეთ მოვაბრუნოთ, ნახეთ. აი ეს არის იდეალური ველინგტონი. ეს ფერები, რაც ჩვენ
გსჭირდება. ნამდვილად. რომელიც თქვენ გაგხდით გამორჩეულ დიასახლის თქვენ სადღესასწაულო სუფრაზე. ეს ჩვენი წლის ბოლო გადაცემა არის. დავემშვიდობები წამყვანებს, სამწუხაროა რომ დღეს ჩვენთან ერთად არ ხარ და ამ სიგემრიელის ვერ დააგემოვნებ და უღრმესი მადლობა Goodwill-ს და ბატონ დავითს აი ამ სილამაზისთვის და რათა გაგვიზიარეთ ყველა ის მარტივი ხრიკი თუ როგორ შეიძლება მივიღოთ ესეთი სადღესასწაულო კერძი. ძალიან დიდი მადლობა ყველას, ჩვენ მაყურებელსაც მადლობა სუხთი რომ გვიყურებენ და გამდეგ შობა ახალ წელს გილოცავთ, მრავალს დაესწარით. ყველაფერი საუკეთესო მოეტანოს ამ ახალ წელს და ყველას ოჯახში ყოფილიყოს სიყვარული და ბედნიერება.